კარგი ამბავი მაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩააბარეს ამერიკის სასწავლებლებში, მაგრამ ვიზა ჯერ არ აუღიათ. 2 დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ მსოფლიოს მასშტაბით საკონსულოებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა გახსნან ჩაწერები გასაუბრებაზე. როგორც იცით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ჩაწერები იყო დახურული. ამიერიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა შეიძლება 1-5 დღე მაინც დასჭირდეს ამ ყველაფრის რეგულირებას. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ყველა აპლიკანტის სოციალური მედია ანგარიშები იქნება შემოწმებული სპეციალური ხელსაწყოს სკანერის მიერ და შემოწმდება ინფორმაცია თუ სადმე ოდესმე რამე დაგიპოსტავთ, რომელიც არის ანტისემიტური, სიძულვილის ენის შემცველი, ამერიკის, მისი მთავრობის, ხალხის, კულტურის მიმართ, რაიმე სიძულვილს გამოხატავდით, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს ინფორმაცია შეგროვდება და გავლენას იქონიებს თქვენს ვიზაზე. ვიზას მოგცემენ თუ არა. ამიტომაც ძალიან გთხოვთ დააკვირდით ამ ყველაფერს, გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვებსაც, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია შეიძლება არ გქონდეთ, რომ გაიხსნა ვიზებზე ჩაწერა. წარმატებებს გისურვებთ, გამომყევით მეორე ნათიოს სობრობ განათლებაზე. კარგი ამბავი მაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩააბარეს ამერიკის სასწავლებლებში, მაგრამ ვიზა ჯერ არ აუღიათ. 2 დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ მსოფლიოს მასშტაბით საკონსულოებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა გახსნან ჩაწერები გასაუბრებაზე. როგორც იცით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ჩაწერები იყო დახურული. ამიერიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა შეიძლება 1-5 დღე მაინც დასჭირდეს ამ ყველაფრის რეგულირებას. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ყველა აპლიკანტის სოციალური მედია ანგარიშები იქნება შემოწმებული სპეციალური ხელსაწყოს სკანერის მიერ და შემოწმდება ინფორმაცია თუ სადმე ოდესმე რამე დაგიპოსტავთ, რომელიც არის ანტისემიტური, სიძულვილის ენის შემცველი, ამერიკის, მისი მთავრობის, ხალხის, კულტურის მიმართ, რაიმე სიძულვილს გამოხატავდით, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს ინფორმაცია შეგროვდება და გავლენას იქონიებს თქვენს ვიზაზე. ვიზას მოგცემენ თუ არა. ამიტომაც ძალიან გთხოვთ დააკვირდით ამ ყველაფერს, გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვებსაც, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია შეიძლება არ გქონდეთ, რომ გაიხსნა ვიზებზე ჩაწერა. წარმატებებს გისურვებთ, გამომყევით მეორე ნათიოს სობრობ განათლებაზე.